როგორ დავამუშავოთ მესამე სახლი კითხვით და ფილმების ყურებით. გამოგვადგება ნებისმიერი ლიტერატურა, განსაკუთრებით ენციკლოპედიები, ლექსიკონები, სხვადასხვა ენების შესწავლა ზედაპირულ დონეზე, ზოგადი ინტელექტის განვითარებაში, რომელიც დაგვეხმარება, რაც უფრო მეც გავიგებთ ზოგადად, აი თუნდაც ქვეყნის დედაქალაქები, თუნდაც ნებისმიერი სახის კლასიფიკაცია, ყველაფერი რასაც მოიცავს აი ეს ენციკლოპედიები, აი ეს ენციკლოპედიური ცოდნა არის მესამე სახლის თემა. იგივენაირად შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ლიტერატურა, რომელიც კომუნიკაციის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება, რომელიც კონფლიქტურობის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება, რომელიც თუნდაც ეტიკეტის თემა, როდესაც ვისთან როგორი კომუნიკაცია უნდა გქონდეს, როგორ გამოხვიდე კონკრეტული რთული სიტუაციებიდან კომუნიკაციის დროს და ასე შემდეგ. იგივენაირად ფილმები, რომელიც კომუნიკაციაზე არის დაფუძნებული, რომლებიც აი ეს ერთ ოთახში 12 კაცი ზის და კომუნიკაციის საშუალებით რაღაცას არკვევენ და ასე შემდეგ. კომუნიკაციის ნებისმიერი დრამა, რომელიც კომუნიკაციის საშუალებით იგივენაირად გაძლევს, ესე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ მსოფლმხედველობას, რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას, როგორ შეიძლება კომუნიკაციით მიაღწიო რამეს, თუნდაც ან შეიმსუბუქო ცხოვრება, ყველა ეს ფილმი გამოსადეგი იქნება. და რა თქმა უნდა, შემდეგ ამ ყველაფრის, რაც ჩვენ ვისწავლეთ, რეალიზაცია აუცილებელი არის ცხოვრებაში, სხვა შემთხვევაში სახლი არ დამუშავდება, უბრალოდ ამის ცოდნით. ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის რეალიზაცია ბუნებაში. რაც შეეხება მეოთხე სახლს, მეოთხე სახლის დამუშავების შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდება ნებისმიერი წიგნი, რომელიც პატრიოტიზმზე არის დაფუძნებული, ისტორიული ლიტერატურა, სამყაროს ისტორია, იქ რაღაც საოცრებები, ნებისმიერი მსოფლიოს ისტორია, კონკრეტული ქვეყნის ისტორია, კონკრეტული ბიოგრაფიები, კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებმაც სამშობლოსთვის ბევრი რამე გააკეთეს, იგივენაირად გამოგვადგება სასოფლო-სამეურნეო ნებისმიერი ლიტერატურა, რომელიც გვასწავლის თუნდაც ყვავილის მოვლას, თუნდაც კონკრეტული მცენარის გაზრდას, ყველაფერი ეს, თუნდაც ცხოველებთან ურთიერთქმედებას სამეურნეო სახით ნებისმიერი მსგავსი ლიტერატურა იგივენაირად გამოსადეგი იქნება. მეოთხე სახლი იგივენაირად პასუხს აგებს მშობლებთან ურთიერთქმედებაზე, ამიტომ ნებისმიერი ლიტერატურა, რომლებიც ეფუძნება შვილებს და მშობლებს შორის ურთიერთქმედებას, იგივენაირად იქნება ფასეული და გამოსადეგი. მეოთხე სახლი იგივენაირად პასუხს აგებს ჩვენს ფუნდამენტალურ ღირებულებებზე, იმაზე თუ ჩვენ როგორები ვართ, როდესაც არავინ არ გვიყურებს, რეალურად როგორები ვართ. ამიტომ აქ აუცილებელი იქნება ფუნდამენტალურ ღირებულებებზე მუშაობა, რეალურად ჩვენი პრინციპები, რას ვეყრდნობით ცხოვრებაში, რა არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი. ამ ყველაფერს კლასიკური ლიტერატურა ძალიან კარგად დაგანახებთ. იგივენაირად ფილმებიც ყველაფერი დაკავშირებული სამშობლოსთან, ქვეყნების ისტორიასთან, ზოგადად ისტორიასთან, პატრიოტიზმთან, მშობლებთან დამოკიდებულებაზე ფილმები, ეს ყველაფერი იქნება ძალიან გამოსადეგი მეოთხე სახლის დასამუშავებლად.